სოფლიოში ყოველი 10 ადამიანიდან 3 კვდება გულის გამო, 2 სიმსივნით, 1 ინფექციით, 1 ფილტვებით და დანარჩენი 3 სხვა მიზეზებით. ასე რომ გულის დაავადებები ნომერ პირველია სიკვდილის მიზეზებს შორის. ზუსტად ამიტომ დღეს გეტყვით 5 ყოველდღიურ ჩვევას, რომელიც გულს ნელ-ნელა აზიანებს. პირველი ჩვევა არის ხანგრძლივი ჯდომა. თუ დღეში 6 საათი ან მეტი ზიხარ, ეს პირდაპირ ზრდის გულის დაავადებების რისკს. ჯდომისას ფეხებში სისხლის მიდინება მცირდება, სისხლძარღვების ფუნქცია უარესდება, სისხლძარღვები ვიწროვდება, წნევა იმატებს, ხდება ანთებითი პროცესები სისხლძარღვებზე და ეს გულზეც აისახება. ინსულინის მგრძნობელობა მცირდება და არა მარტო გულის, არამედ დიაბეტის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ამიტომ გამოსავალია ყოველ ნახევარ საათში ან 1 საათში მინიმუმ 5 წუთი იმოძრაო. საკმარისია ადგე, გაიარო, კიბეებზე ახვიდე, ჩახვიდე, გაჭიმვები გააკეთო. ანუ არა შემთხვევაში უბრალოდ იდგე, მაგრამ უნდა ადგე და არ იჯდე. ესეც ეხმარება. და აქ არ დაუშვა ერთი შეცდომა. შეიძლება ვფიქრობ, რომ მოდი ბარემ ვიმუშავებ 6 საათი და მერე წავალ სავარჯიშოდ. არა, ორგანიზმისთვის და სისხლძარღვებისთვის და გულისთვის ჯობია ყოველ ნახევარ საათში თუნდაც 3 წუთით იარო, ვიდრე 6 საათი იჯდე გამუდმებით და ივარჯიშო ერთიანად, მერე გაბმულა. მეორე მიზეზი, რაც ჩვენს გულს აზიანებს, არის ქრონიკული სტრესი. ქრონიკული სტრესი და გაურკვევლობა ორგანიზმისთვის ეს დიდი პრობლემაა. ნერვული სისტემა სტრეს რეჟიმში გადადის. იმატებს ადრენალინი, ნორადრენალინი, კორტიზოლი, სტრეს ჰორმონები. სტრესი აჩქარებს გულს, ავიწროებს სისხლძარღვებს და როცა ეს წლები გრძელდება, სისხლძარღვები ზიანდება. წნევა აზიანებს სისხლძარღვების კედლებს შიგნიდან და თრომბის წარმოქმნის რისკი იზრდება. ჯამში ამ პროცესს ათეროსკლეროზს ვეძახით. დაზიანებული სისხლძარღვები კი ყოველთვის დაზიანებულ გულს ნიშნავს, რადგან არც ერთ ორგანოს ისე არ სჭირდება გამუდმებული ძლიერი სისხლმომარაგება როგორც გულს და მცირე დარღვევაც კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გულისთვის. ერთი ცუდი ღამე ან ერთი კამათი არაფერს ნიშნავს. ეს არ არის ისეთი სტრესი, რომელიც გულს დაგიზიანებს, მაგრამ როცა პრობლემები წლები გრძელდება, მაგალითად ფინანსური პრობლემები, ტოქსიური ურთიერთობა, ქრონიკული მარტოობა, მუდმივი სტრესი სამსახურში, ამას შეუძლია გულის დაავადებების გამოწვევა. მესამე რამ, რაც გულს აზიანებს, არის უკონტროლო წნევა. წნევა აქვს მილიარდზე მეტ ადამიანს მსოფლიოში და მათი მხოლოდ 20% აკონტროლებს, ანუ 80%-მა არც იცის, რომ წნევა აქვს, ან იცის, მაგრამ არ აკონტროლებს. 120 და მასზე დაბალი წნევა ჯამში კარგია და ოპტიმალურად მიიჩნევა. ქვედა გულის უნდა იყოს 80 და ნაკლები. 120-დან 130-მდე უკვე მომატებული რისკია, 130 ზევით უკვე ოფიციალურად ჰიპერტენზიის დიაგნოზი ისმევა, პირველი სტადიის ჰიპერტენზია. ქვედა გულის წნევა 80-დან ნაკლები, 90-დან უკვე მიიჩნევა, რომ ეს არ არის ნორმალური. გულის წნევა, ანუ ქვედა წნევა, როგორც გითხარით, 80-დან ნაკლები უნდა იყოს, ეს არის ოპტიმალური. თუ ადამიანს აქვს 130, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეგრევე სისხლძარღვები ზიანდება, მაგრამ წლების განმავლობაში მცირე დაზიანება პრობლემებს ქმნის. ეს გავს იმას, რომ დაახლოებით მანქანას რო აკიდოს ზედმეტი ბარგი, ვთქვათ 1 ტონა. შეიძლება ამ მანქანამ ატაროს, მაგრამ ბევრად მალე გაცვდება მისი ყველა დეტალი, ვიდრე ამ ტვირთის გარეშე. ამიტომ საუკეთესო და მარტივი საიდუმლო ამ დროს არის, რომ აიცილო თავიდან ჰიპერტენზია. დღეში 40 წუთი იარე, დაიკელი 5-10 კილო თუ ჭარბი წონა გაქვს, შეამცირე მარილი და ეცადე ღამე 8-დან 9 საათამდე გეძინოს. მეოთხე რამ, რაც გულს მნიშვნელოვნად აზიანებს, ეს არის მოწევა. და აქ ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რაც ადამიანები უშვებენ, რომ ისინი ფიქრობენ, თუ ბევრს არ ვეწევი, ან მარტო მეგობრებთან ერთად, ან მარტო სუფრაზე, ან სტრესზე, ან კვირაში რამდენჯერმე ვეწევი, ეს საშიში აღარ არის. მაგრამ სიგარეტი ასე არ მუშაობს. მოწევისას ყველაზე პირველი, რაც ზიანდება, არის სისხლძარღვების შიგნითა ფენა და ეს არის სისხლძარღვების გლუვი, შიგნითა დამცავი ზედაპირი და სისხლძარღვებს აქვს შიგნიდან რეალურად და ნიკოტინი და თვითონ ნიკოტინის კვამში შემავალი ნივთიერებები და ნაერთები ამ სისხლძარღვებს არა მარტო ავიწროებს, არამედ აზიანებს, ზრდის წნევას, გულს აჩქარებს და სისხლს უბიძგებს, რომ უფრო ადვილად წარმოქმნას თრომბი და თრომბისკენ მიდრეკის ხდის ადამიანს. ანუ წარმოიდგინეთ წყლის მილი, რომელიც შიგნიდან ნელ-ნელა ზიანდება, უხეშდება და ვიწროვდება. ზუსტად ასე იწყება ათეროსკლეროზიც და მერე ერთ დღეს პატარა თრომბიც კი შეიძლება საკმარისი იყოს ინფარქტისთვის და ამ დროს გული სერიოზულად ზიანდება. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ორგანიზმისთვის უსაფრთხო მოწევის დოზა არ არსებობს. ერთი ღერიც კი დღეში დამაზიანებელია.
განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას ემატება მაღალი წნევა, სტრესი, ჭარბი-წონა, ცუდი ძილი, ალკოჰოლი ან უმოძრაობა. და აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ, ბევრი ფიქრობს, რომ მოწევა მხოლოდ ფილტვებს აზიანებს. არა, მოწევა პირველ რიგში სისხლძარღვების დაავადება, ანუ მოწევა პირველ რიგში გულისთვისაა ცუდი. და მეხუთე რამ, რომელიც გულის ერთ-ერთი პირველი მტერია, არის ტკბილი სასმელები და აქ საქმე მარტო შაქარში არ არის. საქმე იმაშია, რომ თხევადი შაქარი ორგანიზმში ძალიან სწრაფად შედის. როცა ტკბილ სასმელს სვამ, სისხლში შაქარი ადის ჩქარა, ინსულინი იმატებს მკვეთრად, ცხიმის დაგროვება მარტივდება, განსაკუთრებით მუცლის არეში, იზრდება ტრიგლიცერიდები, ღვიძლი იტვირთება და დროთა განმავლობაში ინსულინ რეზისტენტობა ვითარდება და ეს მაღალი შაქარი კიდე პირდაპირ სისხლძარღვებში ცილებს აზიანებს და სისხლძარღვებს აზიანებს. და ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ დანაკლების შეგრძნება პრაქტიკულად არ გაქვს. ანუ 300-400 კალორიას იღებ და ტვინმა ეს ნორმალურ ჭამადაც კი ვერ აღიქვა, როცა შეიძლება ერთი პორცია, საკვების ერთი პორცია ყოფილიყო ეს. ამიტომ ადამიანები ტკბილ სასმელთან ერთად ჩვეულებრივ კიდევ ჭამენ დამატებით და საქმე მარტო კოკაკოლაში ან პეპსიში არ არის, იგივე პრობლემა არის ტკბილ ყავა, ტკბილი ენერგეტიკები და ბევრი წვენები, მაგალითად ხილის წვენები, ცივი ჩაი და სხვა ზოგ შემთხვევაში ფიტნეს სასმელებიც კი, რომელიც შეიცავს შაქრებს და ეს შაქარი გულისთვის პირდაპირ საზიანოა. და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ადამიანები ფიქრობენ, რომ გულის დაავადებები იწყება უცებ ან სიბერეში ან ასაკში. ასე არაა სინამდვილეში, გულის დაავადებები 10-15 წლით ადრე იწყება. უბრალოდ ორგანიზმი თავიდან ჩუმად იტანს ყველაფერს და ამას ჩვენ გებულობთ ბოლოს. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.